მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით, დღეს ძალიან მნიშვნელოვან თემებზე გვექნება საუბარი და დღევანდელი დღე დატვირთულია სხვადასხვა საინფორმაციო სიახლეებით, რომლებსაც ჩვენ ქრონოლოგიურად შემოგთავაზებთ. პირველ რიგში მინდა რომ აღვნიშნო იმ სკანდალური ჩანაწერების გამოქვეყნების შესახებ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ რუსეთის ცენტრალურ ტელეარხზე, ORT-ზე, სადაც რუსი პრანკერების ვოვანისა და ლექსუსის მახეში გაება საქართველოს პრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩანანუაშვილი, კონგრესმენი ვილსონი და ეს ადამიანები ფაქტობრივად გაიშიფრდნენ და აგენტურის სრული კრახი ვიხილეთ ჩვენ და ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო ინფორმაციები, რომლებიც გაჟღერდა. წესით ეხლა ჩვენ უნდა ხედავდეთ უჩანანუაშვილს ზურაბიშვილს დაკითხვაზე პროკურატურაში, იმიტომ რომ მათ ისეთი ინფორმაციები და ისეთი განცხადებები გააკეთეს, ეს ყველაფერი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ეხლა ვილსონს აქ არავინ არ ჩამოიყვანს და მის პასუხისგებაში მიცემას ვერავინ ვერ შეძლებს კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ ეხლა ზურაბიშვილის და ნანუაშვილის პასუხისგებლობის საკითხი კი აი ნამდვილად უნდა დადგეს. ეხლა ბევრმა შეიძლება ვერ მოისმინა ეს განცხადებები, ამიტომ მე მინდა რომ გაგაცნოთ ეს ამ განცხადებების გარკვეული აი შინაარსი, მოკლე შინაარსები მათი. მესამე სეგმენტი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციები. ისეთი არასამთავრობოები, რომლებიც სოციალურ დახმარებებს უწევდნენ მათ, ვისაც ეს სჭირდებოდათ. შედარებით დიდმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოახერხეს და უცხო ქვეყნებში გახსნეს საკუთარი ანგარიშები, რადგან წინასწარ იცოდნენ, რომ რუსული კანონი მათ წინააღმდეგ იმოქმედებდა. თუმცა უფრო მცირე დაფინანსების მქონე არასამთავრობოები, რომლებიც მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობების მიმართულებით ან მარტოხელა დედების დახმარებისთვის მუშაობენ, ახლა სრულიად დაუცველები არიან, რადგან საკმარისი სახსრები აღარ აქვთ. თავდაპირველად მათ დასახმარებლად USAID-ს და ევროპულ ფონდებს მიმართეს. ევროპელებმა ამ კუთხით კეთილშობილება გამოიჩინეს და გვითხრეს, რომ იმ პროგრამებისთვის საჭირო სახსრები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოსთვის იყო განკუთვნილი, გადამისამართებოდა საქართველოს სამოქალაქო სექტორზე. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ მომხდარა, ასე რომ არასამთავრობო სექტორი ახლა კრიტიკულ მდგომარეობაშია. რასაკვირველია, თუ თქვენ მომაწვდით არასამთავრობო ორგანიზაციების ერთგვარ სიას, რომლებსაც გსურთ, რომ დახმარება გაუწიოთ, შევეცდებით მაქსიმალურად დაგეხმაროთ. ჩვენ სწორედ ახლავთ ვცდილობთ რუბიოსთან შეხვედრის ორგანიზებას. გაქვთ თქვენი ფავორიტი არასამთავრობო ორგანიზაციების სია? დიახ, მაქვს კონტაქტები იმ არასამთავრობოებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ მხარდაჭერა და შემიძლია მათი სიაც წარმოგიდგინოთ. გამოიწერე და გაიგე ამ ეს რაც ახლა ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო სალომე ზურაბიშვილის აღიარება, რომ ის ცდილობს როგორმე თანხები მოიძიოს NGO სექტორისათვის, მედიისთვის, რომ უჭირთ თურმე უკვე ფულის მოძიება რეგიონულ მედიას, NGO სექტორს და ნათლად ჩანს თუ რა მიზანს ემსახურება ამ ქალის ეს მოქმედებები, რომ ესე იგი ესენი ცდილობენ ფული როგორმე მიიღონ იმისათვის, რომ საქართველოში მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება. და უფრო სკანდალური და უფრო სენსაციური გახდათ უჩანანუაშვილის განცხადებები, მეგობრებო, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ასევე აი ამ გადაცემაში ORT-ზე და აი ეს მისი განცხადებები ნამდვილად შეიცავს კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. რა ტიპის დახმარებას გიწევდათ ამ პროცესებში USAID და ამერიკის საელჩო? ცალსახაა, რომ ისინი აქტიურად ცდილობდნენ თქვენ დახმარებოდნენ. დიახ, ისინი განსაკუთრებით აქტიურად გვეხმარებოდნენ, განსაკუთრებით არჩევნების წინარე პერიოდში. ჩვენ როგორც ფინანსურ, ისე მორალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას ვიღებდით მათგან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ევროკავშირიც აქტიურად იყო პროცესებში ჩართული და სწორედ ამიტომ
გვაქვს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ველით მათგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში საკმაოდ არაპროგნოზირებადი გარემოა. მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ გვყავს არაფორმალური სპეციალური ფორმირებები, როგორც ეს მაიდნის დროს ხდებოდა, ისევე როგორც ნიღბიანი სამოქალაქო პირები და პარტიული ხალხი, რომლებსაც აქვთ შეიარაღება. გამოიწერე და გაიგე ამბები. მეგობრებო, ჩვენ გვყავს შეიარაღებული ხალხიო, ნიღბიანებიო. და ამიტომაც ეწყობოდა გარკვეული პროვოკაციები აქციებზე, თქვენ გახსოვთ. აი, პირველად რომ ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება ნიღბიანი ადამიანების თან დაკავშირებით დაჯარიმების შესახებ, იმიტომ რომ ესენი მერე ეს ნიღბიანი ადამიანები თავს ესხმოდნენ მომიტინგეებს, ვითომ ხელისუფლება ესხმოდა და ამას აკეთებდნენ დიდი ალბათობით ეს ხალხი, ვიზეც ნანუაშვილი საუბრობს. და მე ვფიქრობ, რომ აი ამის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა იკვეთება უჩა ნანუაშვილისა. იმიტომ რა შნის და რომელი ბანდფორმირებების ლიდერი შენახარ, რომელი შეერაღებული ძალები შენ გაბარია. დღეს სხვათაშორის მან გააკეთა განცხადება, რომ ესო მე გაყალბებული იყო ეს ჩანაწერიო, არ ასახავს სიმართლეს. რას ნიშნავს გაყალბებული? აი პროკურატურამ სწორედ ეს უნდა შეისწავლოს, როგორ შეიძლება გაყალბებული იყოს მისი განცხადებები. ან როგორ შეიძლება რაღაცა ფორმატიდან ამოვარდილი იყო. თუ ადამიანი იძახი რომ შენ რაღაც შეერაღებული ყავს ადამიანები, ნიღბოსნები, ეს კონკრეტულად ნიშნავს იმას, რომ აი ეს კაცი უნდა მიუჯდეს იმ ანდრო ჭიჭინაძეს, უნდა მიუჯდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეგრეთ წოდებული ოპოზიცია სინდისის პრატიმრებს ეძახის. და აი ეს ადამიანი უნდა იჯდეს იქ მათთან ერთად, იმიტომ რომ ეს ყოფილა თურმე ამაში ყველაფერი და ფულსაც ეს იღებს თავისი არასამთავრობოთი და საკმაოდ სერიოზულ დაფინანსებებს და ქართული ოცნების ყველაზე დიდი აი მართლაც შეცდომა იყო, რომ აი ეს კაცი დაინიშნა სახალხო დამცველად. მე არ ვიცი, ეს სახალხო დამცველი კვოტა არის დასავლეთის აგენტური საქართველოში, ჯერ იყო უჩა ნანუაშვილი, მერე იყო ეს ნინო ლომჯარია. და რა ვიცი მე რამდენი კიდე მოღალატე და რენეგატი ვიხილეთ ჩვენ აი ამ გარკვეულ სტრუქტურებში და თავადაც აღიარეს ეხა ამ კომისიაზე, როდესაც ითქვა რომ ესო დაგვანიშნინესო ჩვენო ლომჯარიაო და სრული ილუსტრაცია მოხდა. არ ვიცი, ალბათ ნანუაშვილიც იქნა ასევე დანიშნული და მე ვფიქრობ რომ პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაიბაროს ნანუაშვილიც და ზურაბიშვილიც. და თუ რამე გაყალბებულია და გამოყალბებულია, ამას გადაწყვეტს ექსპერტიზა და პროკურატურა. იმიტომ რომ შეუძლებელია რა უნდა გაყალბდეს ახლა. და ქურც ქუდი ეწვისო ნათქვამია და ეხლა იმიტომაც გამოვიდნენ და გააკეთეს ეს განცხადება, რომ თითქოს რაღაცა გაყალბებაზე ლაპარაკობენ ეს ადამიანები. ასევე გაეფხა აი ამ პრანკერების ვოვანისა და ლექსუსის მახეში ვილსონი, რომელმაც ასევე საინტერესო განცხადებები გააკეთა. მოусმინოთ მეგობრებო. პიური ურთიერთობა გაქვთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, ხომ ასეა? მართალია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ის პირადად მიიწვია ინაუგურაციაზე. ეს მე გავაკეთე ჰელსინკის კომისიის წევრებთან ერთად. ჩვენ მივიწვიეთ ის ინაუგურაციაზე. მე ძალიან მადლობელი დავჭი იმის გამო, რომ მოგვეცა შესაძლებლობა შევხედროდით სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და თავდაცვის მდივან პიტ ჰექსეტს. ზურაბიშვილმა ასევე მოახერხა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან და ამერიკის მუდმივ წარმომადგენელთან გაეროში ელი სტეფანიკთან შეხვედრა. ფაქტობრივად იმ რამდენიმე დღეში, რომელიც ზურაბიშვილმა აქ გაატარა, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის შემადგენლობის ნახევარს შეხვდა. ბატონო პრეზიდენტო, იმ დროს, როდესაც მე ამ აზრს ვაყალიბებ, ჩვენ კონფლიქტის საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ უცხო ქვეყნის არჩევნების დროს საზღვარგარეთ მიცემულ ხმებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, არა? დიახ, გეთანხმებით. რას ფიქრობთ პროტესტანტებისთვის საომარი დახმარების გაწევაზე? თუ ამ კუთხით თქვენ რაიმე წინადადება გაქვთ, გთხოვთ ის გაუგზავნოთ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, კონკრეტულად კი პოლ მაცაროს კომისიას. ბატონო პრეზიდენტო, მე საჭირო ადამიანებს დაუკავშირდები და დიდი სიამოვნებით მივიღებთ თქვენს წინადადებებსა თუ იდეებს. ეხლა ეს ადამიანები, რომლებიც ესეთ განცხადებებს აკეთებენ, ნათლად მოწმობს ეს ყველაფერი იმას, რომ
რა მტარვალი და რა საშინელი ძალა ებრძვის ჩვენს ქვეყანას. ესე იგი, ესენი ეხლა გონიათ აი ამ მაგალითად ზურაბიშვილსა და ნანუაშვილს კასპაროვთან აქვს საქმე, იქ სხვადასხვა ფონდებთან, რომ გონიათ რომ დაფინანსებებს მიიღებენ. მე არ ვიცი ხა როგორ შეიძლება ადამიანმა ესე ტელეფონით, ესე ღიად, რომ ძგინდოდეს შენი მზაკრული მიზნების გახორციელება, ელაპარაკო აი ესე თემებზე ადამიანებს რა. დღეს ეხლა როდესაც თუ კი მაგალითად რაღაცა მიზანი გაქვს შენი შავბნელი აზრები გაწუხებს, ეს ცოტა დახურულ ფორმატებში კეთდება, მაგრამ ესენი იმდენად გათავხედებულები არიან, იმდენად უკვე თავში აქვს თავარდნილი, სულ არ აინტერესებთ, უკვე არაფრად არ დაგიდებენ იმას, რომ სიტყვაზე როგორ და რანაირად იმოქმედებენ, მთავარი არის რომ მათ თავიანთი მიზანი განახორციელონ. თავიანთი მიზანი განახორციელონ იქითკენ რომ ეს კონკრეტული დაჯგუფებები, რომლებიც დღეს ებრძვიან ხელისუფლებას, წახალისებული იქნენ აი ამ სენატორებიდან, კონგრესმენებიდან, ეს არის სრული კრახი. ამიტომაც მიიღო ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება, რომ აი ამ NGO-ებს ამერიკულ დასავლეთის, ასევე მედია წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა და დღეს ისინი უკვე სხვადასხვა მიმართულებით ჩინეთის ხელისუფლებიდან არიან კანონგარეშე გამოცხადებულები და ისინი ნამდვილად ვეღარ შეძლებენ იქ რომ თავიანთი მოქმედებები განახორციელონ. ეს ყველაფერი ნათლად მოწვევს იმას, რომ ჩვენ გვაქვს საქმე საშიშ ძალასთან, რომელიც არის ჯერ კიდევ საშიში, იმიტომ რომ ვიღაცას თუ წარმოუდგენია, რომ ეს ზალა დამარცხებულია და ეს ზალა განეიტრალებულია, ძალიან ცდება. სხვათაშორის მე ამ სიახლეზე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ORT-ზე და აი ამ სიურპრიზზე, რომელიც თელმა ქართულმა საზოგადოებამ იხილა, ვიყავი ინფორმირებული, ველოდებოდი ეს როდის ოფიციალურად იქნებოდა ღია ეთერში გაცხადებული და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი გახლავთ ბატონებო სოლიდარობა მშვიდობისათვის დივანი ბატონი მამუკა ფიფია, რომელიც რუსეთში ძალიან აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ აი საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები განხორციელდეს და მე ვფიქრობ, რომ სწორედ აი ეს თვითონ ლუსტრაცია, ამ აგენტურის ლუსტრაციაც მამუკა ფიფიას დამსახურება, იმიტომ ის უშუალოდ აი ამ ყველაფერში ვიცი, რომ ჩართული იყო და მე მინდა მას მადლობა უთხრა და აი ეს არის ნამდვილად კონკრეტული საქმე, რომ თუ კი ჩვენ აი აგერ ამ ადამიანმა შეძლო გაეშიშვლებინა თავისი მეგობრების საშუალებით, რა თქმა უნდა, თვითონ პირადად მას არ მიუღია მონაწილეობა აი ამ სატელეფონო საუბრებში, მაგრამ ძალიან აქტიურად იყო ჩართული აი ამ ოვანისა და ლექსუსის მიერ შექმნილ გადაცემას, შემდგომ ინტერვიუც მისცა. ეხა ერთ ადამიანს თუ შეუძლია ამდენი რამის გაკეთება, ხო, ჩვენმა ქვეყანამაც ხო უნდა იგივე შეძლოს, არა? და სხვათა შორის ყველა მედია საშუალებებმა ატრიალეს ეს ჩანაწერები და არავის არ უხსენებია ის, რომ ყველაფერი ამის უკან იდგა ბატონი მამუკა ფიფია და ეს არ არის ლამაზი, იმიტომ რომ ეხა სხვისი მოქმედებების შედეგად ქულებისა და აქტივების ჩაწერა და მერე იმ ადამიანზე აქცენტის არ გაკეთება, ეს უმადურობაა მეგობრებო და მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან ისეთი მდაბიო ქმედება. გუშინ ეხა იმედზეც იყო სიუჟეტი 11 საათიანში, სხვა არხებზეც მოვისმინე და ვინ არის ავტორი და ვინ არის შემოქმედი, ისიც უნდა თქვა და ვინ გამოჩნდა იმ ცენტრალურ არხებზე. მე ყოველთვის ეხლა დღეს მაგალითად ჩვენ აი გუშინაც თქვი და ძალიან დიდი ტრაგედია, როდესაც ზურაბ წერეთელზე საუბრობთ, რომ გარდაიცვალა ეს ადამიანი და ჩვენ მოსკოვში და რუსეთში
სამწუხაროდ შეგვისუსტა ლობი და დღეს აი მამუკა ფიფია და სხვა ის ადამიანები რომლებიც არიან საკმაოდ ესეთი შეზღუდული რაოდენობით ყავს წარმოდგენილი ჩვენ რუსეთში ჩვენი ლობი ცდილობენ რომ რაღაც ქართული საქმე გააკეთო და ერთ-ერთი ეს იყო ნამდვილად ქართული საქმე ის რომ აი ეს პრანკერები დაინტერესდნენ ამ ზურაბიშვილითა და ვილსონითა და ამ უჩანანუაშვილით ეს არის რა თქმა უნდა აი მამუკა ფიფიას დამსახურება და ამიტომ მე მას მადლობას ვუხდი ძალიან სწორი აქცენტები გაკეთებული და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ გამოვიყენოთ სწორად ესატუის ადამიანი რომელსაც რაღაც გარკვეული მარგი კოეფიციენტი მარგი ქმედების კოეფიციენტი გააჩნია იმიტომ რომ ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ზურა წერეთელი მაგალითად იმიტომ რომ მას შეეძლო ძალიან ბევრი რამის გაკეთება საქართველოსთვის. ჩვენ ვერ გამოვიყენეთ უამრავი რუსეთში მოღვაწე დიდი ქართველი, რომლებიც უკვე ზოგი ასაკშია, ზოგი გასულია. და გამოვიყენოთ ეს ადამიანი, მე მოუწოდებ ხელისუფლებას ითანამშრომლოთ ამ ადამიანთან, ქართულ საქმეს აკეთებს, ეხლა მას აწყობილი ბიზნესი აქვს და სულ არ ჭირდება რაღაცა ახალი თავსატეხები, მაგრამ ქვეყანა ტკივა გალიდან არის დევნილი და აი ესეთი მე ვთქვი კიდევაც წინა გადაცემაში მე აი ესეთ დევნილებს ვსემ პატივს ის კი არა რომ აი რუსეთს რო აგინებენ და რუსეთის გინებით რო გონია დაბრუნდებიან გაგრაში სოხუმსა და გალში გინებით ჩვენ ვერ დაბრუნდებით ჩვენ აი ესეთი საქმეები დაბრუნდებით იქ როდესაც შენ რუსებსაც ეუნები რომ შენ მისი მეგობარი ხარ და თან ამ რუსების დახმარებით ცდილობ რომ ქართული საქმე გააკეთო აი ეს არის ქართული საქმე და მე მინდა რომ ხელისუფლებას მივმართო რომ გამოვიყენოთ ეს კაცი კაცო ვერ გავიგე ძალიან ბევრი ყავს ესეთი ადამიანები ჩვენ რუსეთში იმ იდიოტ კონგრესმენებს და სენატორებს რო უხდით მილიარდებს ადექით და გააძლიერეთ ქართული ლობი რუსეთში ვაშინგტონში და ლონდონში და ბრიუსელში კი არ წყდება ცხინვალისა და სოხუმის საკითხი ცხინვალისა და სოხუმის საკითხი წყდება მოსკოვში და ვინც ვერ გაიგო ეს ეხლა ეს ეხლა მე გონებრივად შეზღუდულ ადამიანებთან მე უძლური ვარ ფსიქიატრების თემაა ეს და ფსიქიატრებს მიმართეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს იყო ნამდვილად აი მე არ ცველოდი ამდენი ბოდიში ასეთი ილუსტრაცია თუ იქნება ვიცოდი მე რომ რაღაცა ვიღაცები მახეში იყო გაბმული მაგრამ ეს რომ მოვისმინე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და მე მინდა მივმართო აი ამ ჩვენ ქართულ პროპაგანდისტულ არხებს რომ რაღაცას აჩვენებთ იქ ისიც აჩვენეთ ვისი მეშვეობით განხორციელდა მათი მხილება იმიტომ რომ რახან ადამიანი რუსეთში მოღვაწეობს ესე იგი ის კეთროვანი არის და უნდა ხაზი გადაუსვათ მას აი ესეთი დამოკიდებულება რო გაგაჩნია თქვენ იმ ადამიანების მიმართ რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ და იქ ქართულ საქმეს აკეთებენ იმიტომაც არ მიდის ჩვენი საქმე კარგად და იმიტომ არ მიდის როგორც საჭიროა მაგრამ მე ვფიქრობ რომ შეიცვლება არის რაღაცა დადებითი ტენდენციები მე ჯერა რომ ქვეყანაში ვექტორით შეიცვლება ის სხვათა შორის გუშინ მე უსმენდი საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს. ეხლა ვიღაცები გამოხტებიან, სხვათა შორის იმ დღეს ჩემი განცხადება იყო, რომ აი რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ, მოუწოდეთ, ვიღაცებმა ადრე ამოჭრეს ეს ბოჭორიშვილის სურათი, დაადეს შეიმაზე, ვითომ მე ბოჭორიშვილის მიმართ რაღაც, მე ბოჭორიშვილის მიმართ პრეტენზია არ მაქვს, მეგობრებო. იმიტომ რომ ბოჭორიშვილი ვერ იტყვის იმას თუ კი მას არ აქვს დელეგირებული ამ განცხადების ვიღაცები აი ხა იდიოტებიც არის სხვადასხვა ჩვენ ფლანგზეც არის სამწუხაროდ იდიოტები რომლებსაც გონიათ რომ მაკა ბოჭორიშვილი მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრი დამოუკიდებლად იტყვის იმას რომ ჩვენ რუსებთან არ უნდა ვილაპარაკოთ იმიტომ რომ მათ აქვს ოკუპირებული ეხლა მაკა ბოჭორიშვილს ვინ მისცემს მაგის უფლებას რომ ეს განცხადება გააკეთოთ ამიტომ მე ამ ქალბატონთან და სხვათა შორის არ არის ეს ადამიანი ქვეყნის მტერი არ მაქვს პრეტენზია იმიტომ რომ მას აქვს დელეგირებული ეს მოვალეცილება რომ ეს განცხადება გააკეთოს მაგრამ იმაჩნია რომ ეს არ არის სწორი განცხადება თვლი ამას იმიტომ რომ ჩვენ თუ კი ასე ვიმსჯელებთ რომ რუსეთს როცა დაგვიბრუნებს მერე უნდა დაველაპარაკოთ მაშინ ჩვენ ვერასდროს ვერაფერს ვერ დავიბრუნებთ ჩვენ ხო ვაღიარეთ ის რომ deep state
მოქმედებდა საქართველოს წინააღმდეგ. აი მე მინდა მივმართო ხელისუფლებას. აი ხა ტრამპმა თუ ვერაფერი ვერ ქნა, ვერავითარი გარღვევა განახორციელა. ხო შეიძლება ტრამპმა ლოგიკურად რო ვთქვა წააგოს არჩევნები და კლავაც ის deep state-ი დაბრუნდეს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაში. მე რას შვებით? თუ deep state-ი ერეოდა საქართველოს საშინაო საქმეებში, ისევ ჩაერევა, ხო? ამიტომ რა გამოდის ახლა რას ველოდები ჩვენ, რომ მართლა რუსეთი ადგება და აფხაზეთს და იგივე ცხინვალის რეგიონს ესე ყოველგვარი რაღაცა მოლაპარაკების გარეშე დაგვიბრუნებს? თუ პრობლემაა, უნდა დაველაპარაკოთ რუსებს. და ესეთი პოზიცია, რომ ჯერ დაგვიბრუნოს და მერე დავალაპარაკებით 30 წელია გვესმის. და როდესაც 30 წელი არ მოაქვს შედეგი ამას, ხო უნდა რაღაც სხვა მოქმედებები განვახორციელოთ. ადრეც მithქვია და ეხლაც ვიმეორებ, კაცო, ელემენტარულად, შვილი რომ მოკპაროს ვიღაცამ, სახლი რომ რაღაცა წაიღოს სახლი და ნივთი რომ წაგართვათ, ხო არ იტყვით იმას, რომ ჯერ დამიბრუნოს და მერე დაველაპარაკებით. თუ დაგიბრუნა სალაპარაკოც აღარაფერი აღარ არის, მეგობრებო. და ჩვენ კიდევ ესე იგი უნდა კმაყოფილდებოდეთ იმითი, რომ ეუთოს წარმომადგენელი წავა იქა და დურბინში გაიხედავს იქა იმ აფხაზეთის საზღვარზე და თეთა გახარებული უნდა ვიყოთ. ამითი რომ აქ არ გვაგინებს და დურბინში გაიხედავს. იმ დურბინიდან სოხუმი და ცხინვალი ძალიან შორს ჩანს. ძალიან შორს ჩანს. და აი მოსკოვიდან ძალიან ახლოს ჩანს. და იმ მოსკოვში უნდა შევეცადოთ ჩვენ ჩასვლა და ვერ გავიგე კიდე ეს დალაპარაკება რა უბედურება. დაველაპარაკო და იქნება მართლაც უფრო მარტივად ხდება ამ პრობლემის გადაჭრა, ხო? და მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, სისულელია ვიღაცეების მიერ ისრების გადამისამართება იმაზე, მაკა ბოჭორიშვილზე საგარეო საქმეთა მინისტრზე. ეს არ არის მეგობრებო ის ტიპის რაღაც გარკვეული პირი და გინა უწყება რომ თვითონ მიიღოს დამოუკიდებელ. მაკა ბოჭორიშვილი NGO-ს ხელმძღვანელია თუ ის არის რა ქვია ექსპერტი. აქ ჩვენ ფაქტია რომ ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ ახერხებს იმ განცხადების გაკეთებას, რომელსაც ჩვენ ველით, იმიტომ რომ მას ეშინია იმ ანტირუსული ფონის, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი. იმიტომ რომ ელემენტარულად 9 მაისს ვერ წავსულვართ მოსკოვში და მოლაპარაკებაზე ხო საუბარი ზედმეტი. ამიტომ მე მინდა ხელისუფლებას მივმართო. აგერ მთელი ესე იგი დაფინანსებების წამოსვლას ელოდებიან და წუხან ის რომ ვერ ხერხდება დაფინანსების მიღება. აი ხვალ რო შეიცვლება ტრამპი. ხო არ იქნება ტრამპი მუდმივი პრეზიდენტი და რო დაბრუნდება კიდე ვიღაცა იდიოტი რო დაჯდება იქ. მერე წამოვა დაფინანსება, მერე რა ვქნათ? მერე ვიღაცებს დაგვინიშნავენ და მერე კიდე ვიტყვით იმას, რომ აი deep state-ი მართავს ჩვენთან პროცესებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვმართოთ ჩვენი პროცესები და უნდა ვიყოთ ბელორუსის პრეზიდენტის გზის რეალურად წარმმართველები. რა კურსიც აქვს ლუკაშენკოს, ის კურსი უნდა ვიღოთ ჩვენ და არც მერე deep state-ი შეგვეშინდება და არც ციცისქნევის შეგვეშინდება დასავლეთიდან. იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად ესე იყო ჩვენი გეოპოლიტიკა, რომ ამერიკაში ხან რბილდებოდა ჩვენს მიმართ პოლიტიკა, ხან უფრო იყო ძალიან ისეთი მკვეთრი და უარყოფითი და არაფერი არ იცვლება. 30 წელია დავდივართ ერთ წრეზე. ვიძახით რომ აი ჩვენ ტერიტორიული მთლიანობა ურღვევია, ურღვევი კი არა, ეხლა ვიღაცები მაგალითად ძალიან შეშფოთდნენ სოხუმი და მოსკოვის რეისები სრულდება. რომ აეროპორტი გაკეთდა, რომ მაგალითად მატარებლები დადის უკვე სოჩა თბილისი. რატო ხართ აქ შფოთებულები? თქვენ არ გინდათ სოხუმი და ცხინვალი და რატო გიკვირთ რომ თვითრინავის რეისები სრულდება? თქვენ რამე მიიღეთ მონაწილეობა ამ პროცესებში? თქვენ არ გინდათ არც სოხუმი გინდათ, არც ცხინვალი, თორე მიხვიდოდით და დაელაპარაკებოდით ამ რუსებს და ეტყოდით, რომ ჩვენც გვინდა ამ პროცესებში ჩართვა. იმ 3+3 ფორმატში დავიწყებდით მოლაპარაკებას, იმ ბრიქსის ფორმატში. ესე იგი გვიკვირს მერე, აიო რუსებიო, რატო აღადგინეს ავია მიმოსვლა და ისინიო სარკინიზო მიმოსვლა. არ გვინდა ჩვენ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და აბა რა იქნება? სვიტოვა მესტა პუსტა не бывает, ნათქვამია. ამ წმინდა ადგილს ისი არავინ არ დატოვებს, რომ ესე არ გადაუსვას ხელი. თუ შენ არ გინდა წაიღებენ. უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო, ნათქვამია.
და რამდენი ხანი უნდა ვილაპარაკოთ ეს რომ ისა რა ქვია ჯერ მოდი ვინა რატო უნდა დაგელაპარაკოს ვის ელაპარაკები თქვენ საერთოდ ვის ქვეყანას რომელმაც დააჩოქა ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები იმ ქვეყანას ულტიმატუმით ელაპარაკებით რომ თურმე მოვიდეს და მართლა რომ დაგიბრუნოს ის აფხაზეთი და ცხინვალი ხვალვე დააყენებთ იქა სარაკეტო სისტემებს ნატოსი და აი ამიტომ არ დაგიბრუნებს სანამ არ დაელაპარაკე რუსეთი სანამ არ დარწმუნდება იმაში რომ საქართველოსთან მას საფრთხე არ ემუქრება მანამდე გამორიცხულია ის რომ აქ რაღაცა ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საერთოდ ლაპარაკიც იყოს და დღეს თუ იქ ავიამიმოსვლა, სარკინიგზო და საერთოდ თუ ისეთი ინტეგრაციის პროცესები წავიდა, ჩვენ თავს დავაბრალოთ. რუსები კი არ არიან დამნაშავე, ჩვენ ვარ დამნაშავე. შენ არ გინდოდეს და სხვას რატო ედავები? შენ არ გინდა? არ გინდა? მე წავიღებ. თუ არ გინდა, სხვა წაიღებს ამას. და ვინც ვერ ხვდებით კიდე ან იდიოტები ხართ, ან ქვეყნის გამყიდველები ხართ. აი დღესაც გავრცელდა ზახაროვას განცხადება, აი ამ საქართველოსთან თანამშრომლობაზე, ურთიერთობაზე. არ ვიცი, მე ვერ გავიგე, მუხლებზე დაგვიდგეთ, ლაბის, მოდით, დავილაპარაკოთ, მოდით. იცით რა არის? დამთავრდება ეს ომი მალე. და მე აღარც ზახაროვა იტყვის საქართველოზე რამეს, აღარც კალაშნიკოვი იტყვის, აღარც გოსდუმის დეპუტატები იტყვიან და საერთოდ საქართველოს ხსენება აღარ იქნება რუსეთიდან. აღარც ის ტურისტები ჩამოვლენ და აღარაფერი აღარ იქნება. დროა დავიწყოთ ეს მოქმედება. ვიღაცას თუ იმის ილუზია აქვს, რომ აი სულ ესე არ გაგზერდება მეგობრებო რა. და მე ყველას გული დაგწყდება. ჩემთვის ეს იქნება უდიდესი ტრაგედია. მე იმიტომ ბრძოლობ, სულ იმიტომ ლაპარაკობ რუსული ქართული ურთიერთობების თემაზე, რომ მე არ მინდა რომ ცხინვალი და სოხუმი დაიკარგოს და ამიტომ ვიკლავ თავს აქ. და ზოგიერთს გონია რომ რუსების გინებითა და იმით პუტინის შეურაცხყოფით ბრუნდება ცხინვალი და სოხუმი და მე ვფიქრობ რომ პირიქით სხვა პოლიტიკით ბრუნდება. ასე გააკეთა აზერბაიჯანმა, ასე გააკეთა ძალიან ბევრმა ქვეყანა. რომ იძახით რომ აი რუსეთი არ ცვლის პოზიციას. რუსეთმა შეცვალა ყარაბაღში პოზიცია და აზერბაიჯანმა მაგიტო დაიბრუნა ყარაბაღი. თქვენ ხო არ გონიათ ეხლა რომ პუტინის ნებართვის გარეშე მოხდა ეს ყველაფერი. რუსეთს რომ მწვანე შუქი არ აენთო იქ, ვერავითარ ყარაბაღს აზერბაიჯანი ვერ დაიბრუნებდა. და ამიტომ რო იძახით რუსეთი თავის გადაწყვეტილებას არ ცვლის რუსეთი ცვლის გადაწყვეტილებას თუ ეს არის მის ეროვნულ ინტერესებში. და ჩვენ ეს ვერ გავითვალისწინებიერეთ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ზოგიერთს მაგალითად ის უფრო სიამოვნებს ჩავიდეს ბრიუსელში ყავადალიოს და ზოგიერთი კიდე იქ იმაში რა ქვია ვაშინგტონში ჩავიდეს და იშოპინგოს, ვიდრე ჩავიდეს და რუსეთის ხელისუფლებასთან დაელაპარაკოს და აი ამ ძიმე საკითხებზე ისაუბროს. ამიტომ დავაფასოთ ადამიანები, ვინც საქართველოსთვის რაღაცას აკეთებს და შევცვალოთ ვექტორი. მანქანა რომ ვარდება კლდიდან, იმ მანქანის საჭე უნდა გაასწორო. ამას ვლაპარაკობ უკვე მე 25 წელიწადია. უკვე ძალიან ცოტაც და გადავარდებით იმ კლდიდან. და სანამ გადავარდებით, გაასწორეთ მანქანის რული. თორე რო გადავარდებით, მე ყველა დავიღუპებით. ყველა დავიღუპებით, საერთოდ დიდიან პატარიანა. და სანამ კიდევ არის შანსი, სანამ არ მიუახლოვდით აი გადავარდნის პოზიციას, გაასწორეთ ვექტორი და გაასწორეთ საჭე. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენს სტუდიაში და ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე გვექნება დღეს კიდევ ბევრი რამე მოხდა. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ პროფესორი, პოლიტოლოგი, ბატონი მამუკა კარტოზია. ბატონო მამუკა, მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონ ნიკოლოს, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. აი როგორ შეაფასებდით აი ამ განცხადებებს? ძალიან საინტერესო, ძალიან სკანდალური განცხადებები გაკეთდა. მე ვფიქრობ, ეს არის ფაქტობრივად დანაშაულის ნიშნები და კიდევ ერთი კრახი დასავლეთის აგენტურის. ზუსტად და მე ვფიქრობ, რომ ეს არის აი სამართლებრივი ტერმინით რო ვთქვა ჩვენება, ფაქტიურად ჩვენება იყო ეს თვითონ ზურაბიშვილის და ნანუაშვილის გამოსვლების და ფაქტობრივად ჩვენება მისცეს და აღიარეს. ლუსტრაცია მოხდა, რაც გვინდა ის დავარკვათ, გნებავთ აღიარება, გნებავთ ლუსტრაცია და სხვა. ახლა ამ
დეფინიციებს არ აქვს მნიშვნელობა. ყველაზე გადამწყვეტ მნიშვნელოვანია ის, რომ მათი ეს ქმედება, რასაც ჩვენ ვამბობდით ადრე და ყველა რომ აი ეს ხალხი აგენტურა არის და ეს ხალხი მუშაობს ამაზე გნებავთ ლატენტურად, ფაულად გნებავთ ძალიან გამჭვირვალედ ყველაფერი ხო დადასტურდა. ეს ხო არ ყოფილა ჩვენი მოგონილი და ეს ხო არ ყოფილა ჭორი და არ ყოფილა რაღაც ჩასაბრების პოლიტიკას. არის საქართველოში ძალები, რომლებიც ამაზე მუშაობენ და მუშაობდნენ და ეს ნათელი დადასტურება აი ამ განცხადებების საფუძველზე. უბრალოდ ერთადერთი თხოვნა იქნება, გნებავთ სურვილი, არ ვიცი, ახლა სამართლებრივად ამას უნდა მიექცეს აუცილებლად ყურადღება და უნდა იყოს ის, რომ პროკურატურაში და ჩვენებების მისცემა დაბარება და გამოკითხვაზე, ამ ეტაპზე გამოკითხვაზე, იმიტომ რომ მართლა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის რაღაც არის ხო დანაშაულის. მე მეორე მინდა იცით ყველაზე მთავარს მივაქციო ყურადღება, რომ სამწუხარო ჩვენი საზოგადოება ვერ განთავისუფლდა აი ასეთი რა დავარქოთ, იცი აგენტურა გნებავთ მეხუთე კოლონა და სხვა რა ინტერესია ქალბატონ ზურაბიშვილს, ხო? ქალბატონი რომელიც იყო არჩეული პრეზიდენტად, როგორ ავირჩიეთ, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მოვიყვანეთ ძალით ხელისუფლებაში, ფაქტური წაგებული არჩევნებით მოვიდა ხელისუფლებაში, იყო ხელისუფლებაში და ეხლა მან რომ ეს დაკარგა ხელისუფლება და მან დაკარგა თავისი სოციალური სტატუსი, რაც გააჩნდა, ამიტომ გადავიდა ოპოზიციის მხარეს, ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხარეს და ხელისუფლებას ეუბნება. თქვენ წარმოგიდგენიათ, ალბათ ეს არის ასეთი შემთხვევა მსოფლიოს ისტორიაში და ეს საქართველოში ხდება, რომ როდესაც ბატონი ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდათ, პრეზიდენტი ოპოზიციაში ჩაუდგა თავის ქვეყანას. პრეზიდენტი ოპოზიციაში იყო ხელისუფლებასთან და თავის ქვეყანასთან. ნუ ასეთი ისტორიული ნონსენსი არ ვიცი, არ არსებობს. და შემდგომ მისი გზა, ხო, ვითომ ლიდერი დღესაც საუბარი იმ თემასთან დაკავშირებით, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, რომ არაკანონიანი არჩევნები ჩატარდა, რომ საქართველოში დღეს არსებული პარლამენტის და საპრეზიდენტო არჩევნებიც უკანონო იყო და ფაქტიურად ლეგიტიმაციას, ანუ ვითომ ლეგიტიმაციას აძლევენ ქალბატონ ზურაბიშვილს. ნუ დესტრუქციული ძალები, ხა თვითონ ეს იცით ახლა და ბოლოს ვინც აკვირდება ამ სოციალურ მედიაში ამ ნიუსებს პოლიტიკურში ხვდებით რომ უკვე თვითონ ამ პოლიტიკურ პარტიებსაც ეგრეთ წოდებული ვისაც ქვია ეს ოპოზიცია ვინც ეძახის თავის ოპოზიციას უკვე თვითონაც საკმაოდ ეჭვის თვალით უყურებენ სალომე ზურაბიშვილის ქცევას მის სტატუსს და უკვე აღიარებენ რომ ამ ქალბატონმა მათი შეხედვით დესტრუქციული როლი შეიტანა და არაფერს არ აკეთებს იმიტომ რომ რაღაცა დაუშვათ მათთვის რაციონი იყოს ეს ქალბატონი ფაქტიურად თავის საქმეს იკეთებს და თავის მომავლის უზრუნველყოფით არის დაკავებული. კიდე ერთი მინდა ბატონ ნიკოლოზ თქვა რომ როდესაც აი ისიც ეს დანაშაული ხა თქვენ იურისტები ბრძანდები და იცით დანაშაული უნდა იყოს აკვეთილი ხო რითი კანონით მოცემულია უკვე დანაშაული გვაქვს სახეზე ეს არის დანაშაული კლასიკური დანაშაული ამიტომ აი მეც ის მქონდა მოლოდინი იმისა რომ უკვე ასე ოპერატიულად და დღესვე საქართველოს პროკურატურა ნუ კარგით ეხლა შეიძლება დღეს არა ხვალ ანზე რომ დაიბაროს უკვე ეს ორი და ჩვენებდიახ რომ ჩვენება უკვე მისცენ თორე ფაქტიურად იყო ყველაფრის ილუსტრაცია მოხდა ხო ამას არანაირი კომენტარი არ ჭირდება ეხლა მე ერთ ინფორმაცია მინდა გამწვოთ კიდე ზურაბ წერეთლის ცხედარი უკვე თბილისში არის აეროპორტში ჩამოასვენეს და თბილისის აეროპორტში სამწუხაროდ მე როგორც ინფორმაცია მომაწოდეს ჯერ აი ოფიციალური პირები არავინ არ დახვედრია იქ არის სხვადასხვა ყოფილი პარტიული ფუნქციონერები არიან პირველი პირები ქვეყნის და ერთი რამე მინდა გითხრათ მეგობრებო ეხა არ ვიცი ხა ეს პროცესია როგორ გაგრძელდება მაგრამ ზურაბ წერეთელს ძალიან დიდი წვლილი აქვს ეხა ვიღაცები რაღაცას ამბობენ ნუ საქართველოში ხო ვერა იცით რა არის უცოდველი და შეუცდომელი ქრისტე ღმერთი იყო მარტო ამ ქვეყანას
და ნათქვამია კიდევ რომ მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს არ ამბობენ. და ადამიანი გარდაიცვალა და არ შეიძლება რაღაცა მე პირადად ვფიქრობ რომ ტალახის როლი ამ ადამიანს ბევრი რამე გაუკეთებია ქვეყნისათვის და ის სიმბოლოები მაგალითად ეხლა აი თბილისის ზღვაზე ის მონუმენტები რომელიც არის ზურაბ წერეთლის გაკეთებულია ჩვენთან აი ეს იგივე როდესაც მერია არის თავისუფლების წმინდა გიორგის ქანდაკება ზურაბ წერეთლის არის დადგმული ბაშაეთ გრუჟინსკაიაზე ის მონუმენტი რომელიც ასახავს ქართულ-რუსულ ურთიერთობების მობას არის ასევე ზურაბ წერეთლის და ძალიან ბევრი კიდე მონუმენტი თბილისში და რუსეთში და ეს ადამიანი ყოველთვის უამრავი და თან ახლა მონუმენტების შექმნის გარდა ეს კაცი ყოველთვის ცდილობდა რომ საქართველოს დახმარებოდა იქ მაგრამ ჩვენ არ ვიყენებთ რუსეთში მოღვაწე ქართველებს ჩვენ მეორე სორტის ადამიანებად მიგვაჩნია რუსეთში მცხოვრები ქართველები იმიტომ რომ მაგალითად ეხლა მოქალაქეობას აძლევენ ძალიან ბევრ ადამიანს ირანელს, ინდოელს, გინა ევროპაში მცხოვრებ რუსეთში თუ ცხოვრობ ადამიანი მოქალაქეს არ მოგცემენ აფხაზეთიდან დევნილებს არ აძლევენ მოქალაქეობას იმიტომ რომ ისინი რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად პირადად მე ვიცი უამრავი ესეთი ფაქტი და გამოცდები ჩავთ, კაცო, ჩაბარებული რა გამოცდები? გამოცდები ჩაბარებულია, ატირებულები გამოდიან იქიდან. რა უფლებით, კაცო, აფხაზეთიდან დევნილს შეიძლება მოქალაქეობა არ მისცე. და დავაფასოთ ეს კაცი, ეხლა მე ზურაბ წერეთელზე რომ მიდგა საუბარი და ღირსეულადაც გავაცილო და მე თუ მკითხავ, ის დიდუბის პანთეონიც მისთვის არ არის საკადრისი. ის უფრო მეც იმსახურებს. რა თქმა უნდა იქ ძალიან ღირსეული ადამიანები, დიდი პატრიოტები არიან დასაფლავებული, მაგრამ ზურაბ წერეთელი დიდი პატივით დაიგზალებოდა რუსეთში ისეთ სასაფლაოზე, სადაც პირველი პირები არიან და ძალიან ისეთი ადამიანები არიან, მაგრამ ამ კაცმა ინება რომ მისი განსასვენებელი ყოფილიყო საქართველოში, ვინაიდან მისი ცოლი არის დასაფლავებული დიდუბის პანთეონში და მე მინდა ხელისუფლებას მივმართო, რომ მე მგონი ჩვენ უნდა პატივი მივაგოთ და ყველა მივიდეთ. არ ვიცი ეხლა აი ვიღაცამ გულდაწყვეტილმა მომწერა რომ არავინ არ დახვდაო ოფიციალური პირებიდან რომ ის ხედავს რომელიც ჩამოსვენებული იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. და იცით რა არის ჩვენ უნდა დავაფასოთ ადამიანები განსაკუთრებით ის ქართველები რომლებსაც გული ტკივათ ჩვენს ქვეყანაზე საქართველოს და ეს ადამიანები რუსეთში ისეთი ადამიანები ცხოვრობენ რომლებიც აი მე პირადად ეხლა აი ვიყავი მაგალითად აი ეხლა არაერთ ქალაქში და საერთოდ არც გამეგო ეს ადამიანები და ისეთ საქმეებს აკეთებენ ქართველებს ეხმარებიან იგივე ახლა აი მამუკა ფიფია ვახსენე უამრავ დევნილს ეხმარება უამრავ გაჭირვებულ ადამიანს ეხმარება იგივე ბიზნესმენები რომლებიც იქ არიან და ინახავენ და ვინმე ძაღლად არავინ არ აგდებს ამ ადამიანებს და უნდა შეიცვალოს ეს პოლიტიკა ძალიან დიდი სირცხვილია და ძალიან დიდი თავის მოჭრაა რომ ზურაბ წერეთელი ვერ გამოვიყენეთ ჩვენ კაც რომელსაც შეეძლო პუტინთან შესულიყო ნებისმიერ მომენტში და საქმესაც აი ხა ლეო ბოკერიაც რომ ასევე ეხლა ლეო ბოკერია უფრო სხვა მიმართულებით არის მაგრამ კაცი მე არ დამავიწყდება ჩამოვიდა სამეგრელოში და მეგრულად ღეროდა და გინდა ლეო ბოკერია ავიღოთ გინდა ძალიან ბევრი ადამიანი ავიღოთ შოუ ბიზნესიდან სოსო პავლიაშვილი ავიღოთ კიდე თუნდაც რა ხო და გაუთფოთ ამ ხალხს გულები რომ ჩვენ ვართ ერი რომელსაც ადამიანს პატივს მივაგებთ როცა გარდაიცვლება ჩვენ გვიყვარს გარდაცვლილი ხალხი ცოცხლები არ გვიყვარს მერე ვიცი რა კარგი კაცი იყო რა კარგი ადამიანი რომ მოკვდება მერე ბოდიში და ის კაცი ვერც გაიგონებს ამას რა ამიტომ დავაფასო და მე მინდა რომ მოუწოდო ყველას ეხა არ ვიცი როგორ აიქნება მაგრამ ღირსეულად უნდა გავაცილოთ ეს ადამიანი და საერთოდ სანამ ვიღაცა მოკვდება მანამდე დავაფასოთ კიდე რა მე გეთანხმები ბატონ ნიკოლოზა მინდა დავამატო ხა უბრალოდ მართლა უხერხულია ზურაბ წერეთელმა რომელმაც ეპოქა შექმნა სრულიად ეპოქაში და კაცი რომელმაც სახელი გაუთქვა საქართველოს თელს მსოფლიოში იქ ზურაბ წერეთლის სახელოსნო მოსკოვში იყო აი მთელი ვინც კი ჩამოდიოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამერიკის აი რომ საუბრობენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები და ვინც იყო აი ყველა იყო მისი
აი და ის ყველასთან მეგობრობდა და მას შეეძლო რომ ეს ურთიერთობა დაემყარებინა და ყველასთან იყო ასეთი აი უბრალოდ გამაოგნებელია იცით ახლა როგორ შეიძლება ახლა გჭირდებოდეს ამ თემაზე საუბარი დღეს რომ აი შენ ხელისუფლების წარმომადგენელი ან ნებისმიერს რომ მივიდე და პატივებცეთ ხო ამ პიროვნებას რომელმაც მართლა აი ისეთი შემოქმედება დაუტოვა საქართველოს თბილისს ახლა უამრავი ადგილია თბილისში სადაც ბატონ ზურაბ წერეთლის შემოქმედების მისი ნიმუშები არის ჩამოთვალა იყო ახლა ჩამოთვლილი მისი რეესტრი და სოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში კიდე გაკეთებული მისი შექმნილი სკულპტურული ნამუშევრები და აი მართლაც აი ღირსეულად წარმოაჩინა საქართველოს და ქართულობა ამ პიროვნებამ და დღეს ისე ხდება რომ რახან ბატონი ზურაბ წერეთელი ცხოვრობდა მოსკოვში რახან ბატონი ზურაბი იყო მოსკოვში და იქ მოღვაწეობდა მას ჩვენ არანაირი ესე იგი იცით ნუ ხა ცოტა მიდგომებშიც ვართ რა აი უმადურობა დააღუპავს ამ ქვეყანას რა არ შეიძლება ხალხნო რა ესეთი ჯერ ერთი მართალი იყო რომ ეს კაცი ვერ გამოვიყენეთ სათანადოდ ამ კაც სახელი ამ კაც შეეძლო ნებისმიერი საქმის კარგი გაგებით ვამბობ მედიატორის როლი შეესრულებინა თავიდანაც იყო თუ გახსოვთ მიგივე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩართული იყო ბატონ ზურაბ წერეთელის საქმე იგივე ყველგან ჩართული იყო მაგრამ ბოლომდე რეალურად რაციონალურად ვერ გამოიყენეს ამ კაცის სახელი და ავტორიტეტი მას შეეძლო უდიდესი როლი შეესრულებინა რუსულ-საქართველოს ურთიერთობებში ეს კაცი გახლავთ რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი იყო და უამრავი რეგალიები ჰქონდა მაგრამ ქართულ საქმეს აკეთებდა ერთი რამეა იცით კიდე აი ჩვენ აი ამ რუსულ-ქართულ თემატიკაზე რომ ასე დაჟინებით ვლაპარაკობთ და ჩვენი გადაცემის დიდ დროს უთმობთ ეს იცით იცი არის განპირობებული პირველ რიგში იმით არის განპირობებული მეგობრებო რომ ჩვენ ხედავთ რომ რამხელა საფრთხეები არის მსოფლიოში აგერ ეხლა ირანს ემუქრება ამერიკის შეერთებული შტატები ტაივანს დღე-დღეზე დაარტყამს ჩინეთი ეს ირანთან დაკავშირებითაც ისეთი პოზიციებია რომ კაცმა არის ის როდის რა იქნება იქ და ჩვენ ხედავთ რომ იგივე ამ უკრაინის ომიც ჯერჯერობით მზვინვარებს ხო და ჩვენი გადარჩენის ფორმულა ჩვენი თვითყოფადობის გადარჩენა უკავშირდება რუსეთს აი ხა დავინახეთ რომ ჩეჩნეთში როდესაც ომი დაიწყო ამ ომის შედეგად რა თქმა უნდა აი ამ ომის პერიოდში ჩეჩნებს ჰქონდათ ძალიან ბევრი წარმატებები და ეხა ბევრი იხსენებს აი ხო იმას ქნეს მაგრამ ბოლოს როგორ დამთავრდა ყველაფერი ბოლოს დამთავრდა იმით რომ ჩეჩენიერი საერთოდ არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა იმდენი ადამიანი დაიღუპა ამ ომში და ბოლოს აი დამარცხების შემდგომ პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო რომ დახმარებოდა ჩეჩნებს და დღეს ჩადით და ნახეთ გროზნოში ჩეჩნეთში რა ხდება ბუმი არის მშენებლობის აყვავებული აღორძინებული და ის დემოგრაფიული მდგომარეობაც უკვე წამოიწია იმიტომ რომ უამრავ ბავშვების გაჩენაზე არის დიდი დახმარება შობადობა გაიზარდა და ერი გადარჩა განვითარდა რუსეთთან ურთიერთობა ახლა შეადარეთ ქონდა ომი გასრესილი იქნა ბოლომდე აქვს ურთიერთობა რუსეთთან ახლა ვიღაცები კადიროვს არ ფაქტი არის რომ ამ კაცმა აირჩია სწორი პოლიტიკა რომელი ჯობია განადგურდე თუ რომელი ჯობია აყვავდე და აღორძინდე აი რომელი ჯობია და ჩვენც ესე ხო უნდა გავიგოთ ის რომ ამ კონფრონტა უკრაინა ბეღელი იყო ყველაზე მდიდარი ქვეყანა ევროპაში გერმანიის ეკონომიკაზე მაღალი ეკონომიკა ჰქონდა უკრაინას და ეს ყველაფერი იყო იმიტომ რომ რუსეთთან ჰქონდა ურთიერთობა რასაც აწარმოებდა რუსეთში ყიდდა მაგრამ იქაც დასავლეთმა მოახერხა ის რომ ეს ქვეყანა განაწყო რუსეთის წინამდე უკრაინა განადგურდა აი ბელორუსის პრეზიდენტმა აირჩია ძალიან ისეთი სწორი პოზიციები და დავინახეთ რომ ბელორუსი არის ყველაზე აღორძინებული ქვეყანა აგრეთვე აი აზერბაიჯანი წააგო ომი მაგრამ არ დაუწყიათ რუსების გინება და აგერ დავინახეთ დაიბრუნეს ყარაბაღი ანუ თუ ყარაბაღის დაბრუნება შეიძლება რუსეთთან ურთიერთობის შედეგად რატო არ შეიძლება ჩვენ რომ იგივე გავაკეთოთ ვიღაცები იქ სტადიონზე ბღავიან ისა რუსეთს რა იმის რა და ამ დებილებს გონიათ რომ ამით ემას ბოდიშთა ცხინვალზას ოხუმს დაიბრუნებენ იდიოტებო თქვენა რა
და ნაძირლებო კიდე. მაშინ დავით აღმაშენებელი ასე რომ ისა რა ვქო გინებით რო ბრუნდებოდეს საქართველოს მაშინ არავით თავს არ მოიკლავდა რა გინებით არ ბრუნდება ტერიტორიები პირიქით გინებით უფრო მეტი ტერიტორიები კარგება და ვერ გაიგო ამ ხალხმა სამწუხაროდ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დაბრუნდეს პოლიტიკით და ეს რაც ხდება დღეს საქართველოში მიუღებელია და არ დაგელაპარაკება ბატონიკო გამორიცხულია ხო იმიტომ რომ დობის ფაქტორი უნდა იყოს საქართველოში. საქართველო არ უნდა გახდეს რუსეთისთვის საშიშ ზონა და საშიშ მეზობლად. არაერთხელ მithქვამს, რომ დაახლოებით 900-1000 კილომეტრი გვაქვს საზღვარი ჩვენ რუსეთთან, საქართველოს და თან გვაქვს ისეთ რეგიონში, რომელიც რუსეთისთვის არის საკმაოდ აი როგორ იცით, აი ფეთხებადი, ანუ ჩრდილოეთ კავკასიაზე ვამბობ და აი როცა ჩეჩნეთის ომი იყო, გახსოვთ თქვენ ყველა ხა ბატონო ნიკოლოზმა ისაუბრა, აი ჩვენ ჩეჩნეთის ომიდან გამომდინარე და ამ თვითონ კავკასიის თემასთან დაკავშირებით რუსებს აქვს ძალიან სენსიტიური დამოკიდებულება. ამიტომ ყველა ვარიანტში ყველაფერს რომ თავი დავონებოთ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით რუსეთთან უნდა ვისაუბროთ. გამორიცხულია ხალხი ყბადაღებული იცით რომ აი ყარსის ხელშეკრულება თურქეთი და რაღაცა ხო ყველა შემთხვევაში ელემენტარული ნაბიჯი რომ მე არავის არ ვაშინებ და არც აპოკალიფსურ სურათს ხატავ და არც ანტითურქული განწყობა ღმერთმა დამიფაროს მაგრამ რეალობა ისეთი იქნება თუ კი რუსეთმა ღმერთმა დაიფაროს არ ამგონია მაგრამ აი დაუშვათ წარმოვიდგინოთ ხო იპოთეტურად რომ რუსეთმა თვალი დახუჭა და კავკასიას კერძოდ სამხრეთ კავკასია და საქართველოს ინტერესი არ გამოხატა მეორე წუთზე საქართველოში იქნება თურქის ჯარი შემოსული და აჭარა ისედაც ხო ფაქტიურად ის იმხელა გავლენა თურქების და სადღაც ალბათ საზღვარს მოგვიტანენ აგერ ეხლაც მიაჩნიათ რომ აჭარა და გურია თურქეთის გავლენის სფეროა აი ეს რეალობა დადგება რატომ გვავიწყდება ჩვენ რატომ არ ვაქცევთ ყურადღებას რა მოხდა სირიაში მისეს სირია თურქეთს ხო თვალი დახუჭა ყველამ და ამხელა უზარმაზარი სახელმწიფო გადაინაწილა შეიძლება დადგეს ეს საკითხი და რუსეთს აქვს თავის პრაგმატული ინტერესები ნებისმიერ თემაში შეიძლება და პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა პოლიტიკა არის კონსენსუსების ხელოვნება ამიტომ დალაპარაკებას წინ არაფერი არ უდგა შეიძლება კაცო არაფერს ვერ მიახციო დაელაპარაკე და მისი პოზიცია მაინც გაიგე ხო თუ შენ არ გინდა მასთან ურთიერთობა პოზიცია მაინც გაიგე და რომ აი ოსეთის თემა სამაჩაბლოში იგივე აფხაზეთის თემა გადაწყდება თუ არ გადაწყდება გასაგებია და ეხლა აი რახან დემოგრაფიულ სიტუაციაზე ჩამოვარდა საუბარი და იმაზე რომ შობადობა არის და დემოგრაფიული მდგომარეობის ერთ-ერთი განსაზღვრელი რომ შობადობა გაიზარდოს სამწუხაროდ ჩვენ ძალიან დიდი დილემის წინაშე ვარ და გაი რომ თქვა რომ 2050 წლისთვის საქართველოს ქართველიერი იქნება მომაკვდავიერი და 2050 კი არა უფრო მანამდეც იქნება ალბათ ეს შედეგი დადგება იმიტომ რომ ქვეყანაში არის საკმაოდ ძიმე მდგომარეობა მაგალითად აი გამოქვეყნდა სტატისტიკა 2024 წელს აი 10 ქორწინებიდან 6 განქორწინებით თავდება. ეს არის უბედურება ერის, ეს არის საერთოდ ფაშისტურ ფემინისტური პოლიტიკის შედეგი. ესე იგი 10 ქორწინება და 6 განქორწინება. და არც არავის არ უნდა, ეხლა სოციალურ სერვისებში, TikTok-ში არის ესეთი რაღაცა მოვკარი, იქ ხوار ეხლა ამ TikTok-ს მე სიმართლე რომ გითხრა დანიშნულებით ვიყენებ, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო ინფორმაციას ღებულობ. ეხლა ზოგი გართობისთვის იყენებს, მაგრამ ხშირად ვარდება ხოლმე ის ავტომატურად რაღაცას რო სკროლავ, ვარდება ეს და ესე იგი რაღაცა ეხლა მოდაში შემოვიდა ისა რა ქვია არ გათხოვდე თუ არ გათხოვდეო რაღაცა ესეთი სინგლი არის, რაღაცა მუსიკა რა. ვერ გავიგე ჩვენ ქვეყანას რომელიც მომაკვდავიერი ვართ ესე იგი არ გათხოვდეს პროპაგანდა გვჭირდება ქვეყანა რომელსაც ბოდიში და ბავშვები ჟრიამული უნდა იშრო ისმოდეს ქუჩებში ძაღლები ჟრიამული ისმის უფალმა თავის ხატა სახედ და ხატად ადამიანი შექმნა და საქართველოში ძაღლი შეიქმნა იმათ რა ქვია მე ძაღლების წინააღმდეგ კი არა ვარ კაცო ისე მიყვარ ძაღლები რა ვიცი გიждები მაგრამ ბიჭო შეიძლება მოდის ახალგაზრდა წვილი და მოყავს 3 ძაღლი 3 კატა შვილო ძაღლი კი არა შვილი იყოლიეთ შვილი
ერი თუ გინა გადარჩე რაღაცა ბიომასა ხო არა ხართ რო გაჩნით რაღაცა დატოვეთ ამ ქვეყანაზე მარტო სიამოვნება და სექსი და გაყვნილებისთვის შეიქმნით ამ ქვეყანაზე ამას რატო ვლაპარაკობ დღეს არის წაჩხურობა მარტვილის რაიონში სოფელ წაჩხურში არის მე-7 საუკუნის წაჩხურის მთავარანგელოზის ეკლესია დღეს უამრავი ადამიანი მივიდა იქ აკვლებით ხელში რომ სთხოვენ უფალს იმისა რომ მათ მისცეს შვილი აი ნახეთ ეხა სიუჟეტი და გული მოგიკვდება იმიტომ რომ რამდენი ადამიანი წლობით ელოდება შვილს და რამდენი ადამიანია რომელსაც შეუძლია შვილის გაჩენა და არა ჩენს იმიტომ რომ მერე ბოდიში და კლუბში როგორი ძიგძიგოს მერე რა მერე ბოდიში და იმ რა ქვია რაღაცნაირად ნარკოტიკები როგორ უნდა მერე ბავშვის ყოლა ზაღლის ყოლა ჯობია იქ მაინც რაღაცა ზაღს მერე გადააგდებს ისე ზაღლები უყვარდეთ მაინც იყოლიებენ ამ ზაღლებს და მერე გადააგდებენ იქა ქუჩაში და ეხა წაჩხურობაზე როგორც საუბრობდით აი შეხედეთ ამ ადამიანებს რომლებსაც თხოვნა აქვს, ყველაფერი აქვს, შეიძლება, მაგრამ ბავშვის გარეშე საერთოდ ოჯახი არ არსებობს, სრულფასოვანი ოჯახი არ არსებობს. ამიტომ მე მაგალითად პირადად ბატონო მამუკა პატივს არ ავცემ იმ კაცს, რომელსაც შეუძლია ფინანსურადაც და ყველანაირადაც და 1-2 ბავშვის მეც რო არ იყოლიებს და ჩემთვის მაგალითად 5-6 ბავშვი რო ყავს ადამიანს, უკვე ის ჩემთვის მაგდება, სულ რო რაღაცა უარყოფითი იყოს, მარტო მაგის გამო ვცემ პატივს რა, იმიტომ რომ ადამიანი მრავალშვილიანი მამა და დედა ეს არის უფლისგან კურთხეული და რა ბედნიერებაა ჯერ შვილი რო ყავს ეხა ვერ გავიგე ძაღლზე მეტი სიამოვნებას არ შვილი ბავშვი არ განიჭებთ ხალხო მე კიდე ერთხელ ნუ ძაღლთ მოძულე კი არა ვარ კაცო მაგრამ რატო უნდა ძაღლმა ჩაანაცვლოს ბავშვი კაცო და ნახეთ აი ხლა ეს წვილები რომლებიც მიდიან იქ წაჩხურობაზე და ნახეთ აი როგორი აი ესეთი ცოტა არ იყოს ემოციური სიუჟეტია რომელიც სხვათა შორის აი ეს ყოველწლიურად იმართება იმიტომ რომ წაჩხუროში დიახ იმიტომ რომ ეს არის ყოველწლიური და მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ჩვენთვის იმიტომ რომ ჩვენ ამის პროპაგანდა უნდა გავწიოთ რომ ერი გამრავლდეს მე პირადად ვფიქრობ რომ ყოველდღიურად გავწევ ამის პროპაგანდას ვინაიდან მე მინდა რომ საქართველოში ბავშვები ჯრიამული იყოს და წვილი რომ მოდის ბავშვები მოყავდეს და არა არ ვიცი მე ბოლოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და ყველაზე მისტიური დღესასწაულია აქ ერთმანეთს არის შერწყმული ადრე ქრისტიანული და მართლმადიდებლური რიტუალები მოსქე წაჩხურობაზე მომლოცველებით საქართველოს ყველა კუთხიდან ამოდიან მარტვილის ეპარქიის წაჩხურუს მთავარ ანგელოზის სახელობის ტაძარში და შვილიერება შესთხოვენ უფალს დღესასწაულზე შვილის მთხოვნელი ათასობით ადამიანი ჩადის წაჩხურის მონასტერში. მათ ლამაზად მორთული მინიატურული აკვნები მოაქვთ, რომელსაც ტაძარს წირავენ. აკვნებით, მაგრამ უკვე შიგ პატარა თოჯინებით ამოდიან ის წყვილები, ვისაც შვილი უკვე შეეძინათ. აკვნების კურთხევის შემდეგ უშვილო წყვილებს თოჯინიანი აკვნები მიაქვთ. ამ ტრადიციის უცვლელ ატრიბუტს სამეგრელოში და კერძოდ სალხინოში ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს. მათ შორის გამოირჩევა წაჩხურელი მხატვრის ლერი ნაჭყებიას მიერ შექმნილი აკვნები. ოსტატი უკვე 30 წელზე მეტია მინიატურულ აკვნებს ამზადებს მომლოცველებისთვის. მის მიერ გაკეთებულ აკვანს არც ერთი ლურსმანი არ აქვს. 16 წლის ვიყავი რომ დავინტერესდი ამით რა ვიცი თითქოს და თამაში დავიწყე თავიდან ბავშვობიდან და მე გადაეზარდა დიდზე 500 დეტალი უნდა ამის დაშხურვა წინასწარ მომზადება რომ მივიდე ბოლო წერტილამდე რომ აკვანს დაემსგავსოს კი არა ცოტა ამაზად უნდა გამოიყო რომ მოდეს თავის თავად უფლის თვალში და პატრონის თვალშია და ნაკლები სამადლობელზე მოდიან ეხლა ერთი დაახლოებით 20-25-მდე უკვე გარეკილი აქვს და სამადლობელზე აყავთ თოჯინიანი ოღონდ ეს ყველაზე დიდი ბედნიერება რა თქმა უნდა როცა ეს თავარი აზრია ბავშვი რო ყავს ოჯახს ამით უმეტეს ჩემი ხელიდან და გულიდან გამოდის ეს ყველაფერი გაწყობის პროცესში ვარ დამზადებული აკვანი აუცილებლად უნდა გალამაზდეს ეს უკვე ლერის მეუღლის ხათუნა აფაქიძის სასრუნავია ის პატარა ლეიბებს საბნებს მოსართავებს კერავს მისი თქმით ძალიან ხშირად ურეკავენ და სამადლობელზე ამოდიან ის ოჯახები ვინც მათი აკვანი წაიღო და შემდეგ შვილი შეეძინათ ყველა აკვანი წინასწარ არის შეკვეთილი უდიდესი მადლია ჯერ ერთი
თან იმედი არის უშვილოებისთვის ძალიან დიდი და გამომდინარე უძველესი ტრადიციიდან რომ იქ გაგონილი მაქვს ასულა უშვილო წვილი იჯდა თურმე ისვენებდა გადადიოდა სვანეთის მთაზე და დაღვრემილები იყვნენ და გამოიცხადა რაღაც და უთხრა რატო ხარ დაღვრემილები თქვენ შვილი გეყოლებათ ხო და ამის მერე იმათ ეყოლათ შვილი თურმე და იქიდან მოყოლებული დალოცვილი არის ეს ადგილი ეს ტაძარი და ხალხი დიდი რწმენით დიდი რუდუნებით ადიან და არიან კმაყოფილები რა ვიცი ზოგი მეორედ მესამედაც ადის მარტვილის ეპარქიის წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს აღინიშნება. გადმოცემის თანახმად ამ ადგილას მოსქეს ნაყოფიერებისა და ოჯახის მფარველი წარმართული ღვთაების სალოცავი ყოფილა. უდიდესი რწმენით გვჯერავს, რომ ეს სასწაული მოხდება, შეგვეცინება შვილი, ტრადიციისამებრ გადმოცემით ვიცით, რომ უნდა ჩამოგვეტანა უშვილო წყვილ საკვანი და უკვე მადლიერი მოსული შვილოსნობით გაბედნიერებული წყვილი საკვანში გაგვეცვალა და წაგვეღო ოჯახებში. ეს უკვე მოცემული მადლიერი აკვანი მიჭირავს ხელში, ჩემი დავტოვე ტაძარში. ჩემ გოგოს 10 წელი არ აყავს შვილი და ეხლა წამოვედით, რომ მოვილოცოთ და ყველა და ლოცვილი ამბობს უფალმა ყველას მისცეს იხარონ და იმრავლო თავისი. ვიცი ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ისე მოხდა რომ გულით რო გვინდა და სულით რო გვინდა და მოხდა სასწაული და 4 წლის მერე შეგვეცინა ვაჟი. ეხლა სამადლობელი ხართ ალბათ მოსულები ხო? მოსქე წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია მე-7 საუკუნეში აგებული. თუმცა ჩვენამდე განახლებული მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული. ეკლესია ხირზენის მთის ფერდობზე მდებარეობს და აქედან მთელი მარტვილი მოჩანს. ტაძრის აგება წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად სვანეთში მიმავალმა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა აქ შეისვენა და მერე ააშენეს აქ ტაძარი. მე-20 საუკუნის დასაწყისში წირვა-ლოცვა შეწყდა და მხოლოდ საუკუნის ბოლოს 90-იან წლებში აღდგა. წელს კიდევ ერთმა მოსქე წაჩხურობის დღესასწაულმა ჩაიარა. ათასობით ადამიანი დაბრუნდა სახლში რწმენით, რომ უფალი მის თხოვნას შეისმენს და შვილი ეყოლება. აი ძალიან ისეთი ემოციური ამდენ აკვანს რო ხედავ ხელში და აი ეს არის იცით მეგობრებო ყველაზე ისეთი მომენტი რომ აი ეხლა ამათ არ ყავს შვილი და რამდენ შეუძლია ფულიც აქვს საშუალება ოჯახს არ ქმნის ხალხი კაცო ოჯახს არ ქმნის რა საერთოდ აი ეხლა რამდენი ვიცი რომ პრობლემაც არ აქვს ზოგს ეხლა მე არ ვამტყუნებ მაგრამ პრინციპში ეხლა იცი რა ვერმა რო უყუროს იმას რომ ეხლა ფული მექნება რაღაცა ბინა ისა ასე რო ეცხოვრა ჩვენ წინაპრებს ოჯახი არ შეიქმნებოდა რაღაცნაირად უნდა სახელმწიფოც უნდა დაეხმაროს აუცილებლად აი მაგალითად მე მივმართავ ჩვენ ხელისუფლებას რომ ახლად შეუღლებულებს რაღაცა ძალიან ისე დაბალ პროცენტში სესხი მივცეთ რომ ყველანაირად სახელმწიფომ უნდა შეუწყოს რომ ერი გადარჩეს კაცო იმიტომ რომ ბევრი ვიცი რომ აი ოჯახს ვერ ქმნის იმიტომ რომ არ აქვს ბინა არ აქვს საშუალება ეხლა მე მიგრაცია საზოგადოებით მიდია ხო დღეს თბილისში ეხლა ბინის ყიდვა ხო ძალიან ფანტასტიკის სფეროა ისე ავარდა ფასები და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ამ კუთხით უნდა გადადგას ნაბიჯები და აი მე ერთი რამე მინდა აი სოციალურ ქსელებში ხშირად არის რაღაცა ესეთი პლატფორმები რა რომ აი უკეთებენ ცხოველების შინაური ცხოველების იმას რა ქვია პროპაგანდას რა და ერთი მაგალითად ეხლა აი ვიღაცა მიყოლია რაღაცა კატა თუ ძაღლი მე ესე იგი მთელი სოციალური ქსელი ამაში იყო ჩართული მე ეს შინაური ცხოველები გაყიდეს 5000 ლარა თუ 10000 ლარა და ესე იგი დღეს საქართველოში ოჯახი არ არის რომ შინაური ცხოველი არ იყოს ყველა კი ბატონო მაგრამ ბავშვები იყოლიეთ ხალხო აი ამაზე დიდი ბედნიერება რა არის ეხლა აი ამ პატარა ბავშვი რო ტიკტიკებს ეხლა მაგალითად ეს ნახე ვისიაო პაპა ჩემისაო ეხლა წავიდე დავკრიფო ება ხო არ ვიმღეროთ აბა რა კი აბა როგორ დამზადება მე თქვენი სამსახურიო დაილოსო სხურჯენი და ხულმალი ლიკახულიო დალიკ ბიჭები არ თავზე კუდი გვახურია რაც კი ამე კარგი არის ყველაფერი კახულია ჰარულალო ჰათარულალო ჰარაჰარიარარო არხიანულალო ხოდა კიდევლალო არხიანულალო ჰე
დიახ, მეგობრებო, აი დღეს მე ვერსად ვერ ვნახავ, რომ აი რაღაცა ბავშვების აი პროპაგანდა იყოს, ესე იგი უამრავი ფული მოდის NGO-ების, ცხოველთა დაცვის, კატების, ზაღლების და ბავშვების იმაზე არაფერი არ მოდის საერთოდ. ესეც შეგდებულად ხდება. კი, აი ეხლა აი მინდა ეს თემა ცოტა შეიძლება უხერხული მომენტი იყოს ეხლა და ცხოველებთან დაკავშირებით დაუკავშირო, აი ყოველთვის მინდოდა მე თქვა ამ თემასთან დაკავშირებით. ეხლა მე არ მგონია ადამიანი ვინმე იყოს ისეთი, ვისაც ზაღლე არ უნდოდეს ან ცხოველს ურთიერთობა, მაგრამ ისეთი ტრენდული გახდა ეხლა საქართველოში, რომ აი ან რამე გააკეთო, ან ცხოველთან მიმართებაში, შეიძლება, რა ვიცი, აი ციხეშიც უშვებენ, ხო? ხალხო, აი ვინც თბილისში ეხლა ცხოვრობთ და უყურებთ, ხო? ეს აი მოვლე რა ხდება ისეთ აი უპატრონო ზაღლებზე მინდა ყურადღება გამომახვილო. აი რაც ხდება ქალაქში. ვერცეთ სკვერში, ვერცეთ განსაკუთრებით საღამოს საათებში, ქუჩაში ვერ გაივლი. სკვერში ვერ დაჯდები, ბავშვებს ვერ წაიყვან, სადაც არის უამრავი ეს ზაღლები, უპატრონო ზაღლები, კი ეხლა ზოგი ყურზე აქვს თავისი ნიშნული აცრილები, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს, არის უამრავი აგრესიული ზაღლები. და მე ვიცი სანაცნობო და ჩემი წერა რომ რამდენჯერმე ვარ არიან დაკბენილები და აგერ ბატონი ნიკოლოზიც არის რომ რამდენჯერმე იყო დაკბენილი და ეს რა ქვია ისი თქმა მინდა რომ ჩვენ თუ ამას არ მოუარეთ და არავითო საწინააღმდეგო არ ყოფილა არ ქონია არანაირი მაგრამ იქნებ მართვა მოხდეს ამისი რომ აი დღეს საქართველოში და თბილისში იმის საშუალება იყოს რომ შეგიძლია გახვიდე ქუჩაში რა ქვია მაგას მიხედო და მოუარ კი ბატონო მოუართ მაგრამ ამას რაღაც მიდგომა კონდეს მე ვიცი რომ ძაღლსაშენების შენდება საქართველოს სხვადასხვა მასშტაბით იყო და თბილისში რო გაკეთეთ ეს ამას და აი კერძო არიან პიროვნებები რომელიც თავიანთი ხარჯი და თავიანთი ფულით აკეთებენ და ძალიან კარგია მაგრამ იქნებ სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე თავის შეასრულოს ეს და გააკეთოს თავშესაფარი ისეთი რომ მართლაც ისეთი პირობები შეიქმნას რომ გქონდეს იმის საშუალება რომ ჩვენ გავაკეთოთ ისისა ხო და გასაგები ერთი რამე არის რომ მეგობრებო ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გაიღოს იმისათვის რომ ჩვენი ერი გამრავლდეს და რეალურად ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის რომ საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახების წახალისება მოხდეს არ შეიძლება რომ მხოლოდ და მხოლოდ აი სიტყვებით თქვათ რომ საქართველოში ქართველი ერი უნდა გამრავლდეს სიტყვა საქმეც უნდა მივაშველოთ რუსეთში არსებობს მატერინსკი კაპიტალი, არსებობს ძალიან ისეთი დახმარების პაკეტები, იგივე ბელორუსში არის ესეთი რაღაცა, იგივე საბჭოთა ეპოქაშიც მე მახსოვს უდიდესი დახმარება ეწეოდა მრავალშვილიან ოჯახებს. ეხლა მე აი ამ თემას იმიტომ შევეხე ესე აქტიურად, რომ ჩვენ ფუჭი იქნება ჩვენი საუბარი, ხვალ და ზეგ თუ ამ ქვეყანაზე ქართველი კაცი აღარ იქნება. ძალიან დიდი მიგრაცია საქართველოში უცხოტომელები ჩამოდიან და ხედავთ რომ ამ უცხოტომელები მალე შეიძლება ქართველებზე მეტი იყვნენ, იმიტომ რომ მათ რელიგიური გარკვეული წამსიდან გამომდინარე შეუძლიათ 5-6 ცოლის ყოლა და მათ პოპულაცია პროექტიურად მიმდინარეობს და ჩვენთან კიდე ხედავთ რომ 2-3 ბავშვი თუ ყავს ადამიანს ეს უკვე დიდად ითვლება იშვიათად რომ მრავალშვილიანი ოჯახები ვიხილოთ. ამიტომ თუ გვინდა გადარჩეს ერი უნდა აქეთკენ იყოს წარმართული ჩვენი პოლიტიკა. თითეულ ტაძარში რუსეთში მიდის ქადაგება, თან ომი მიმდინარეობს იქ და უფრო ეს თემაც აქტუალურია, რომ ბევრი შვილები იყოლეთ. მე სამწუხაროდ, მე ქართულ ტაძრებში არ გამიგია 1-2 სასულიერო პირის გარდა რომ იყოს ესეთი აი მოწოდებები აქტიური. ერთჯერადაც კი არა, შეიძლება ერთხელ ეს უნდა იყოს პროპაგანდა. კი, უჭირს ეს, მაგრამ ჩვენ როდის არ გვიჭირდა? მე პირადად აი ხა 3 შვილი მყავს და მესამე შვილზე, როდესაც სვეტიცხოველში პატრიარქმა მონათლა შვილი ჩემი სხვებთან ერთად, იქ დავინახე 95% იყო ძირითადად აი გაჭირვებული ადამიანები. საშუალო ფენა იყო საქართველოს გადამრჩენი ყოველთვის. და აი ამ საშუალო ფენას უნდა დაეხმაროს სახელმწიფო, რომ მეტი შვილი გააჩინოს კიდე. თორე ის ვინც ცოტა ისე არის იმას ფიქრობს ერთ შვილს ოქსფორდი მეორეს კემბრიჯი ერთს კანარიის კუნძულებზე სახლი მონაკოში და რა ვიცი ყველგან
და ამიტომაც არის რომ ძირითადად ქვეყნის აი დემოგრაფიულ მდგომარეობას სწორედ ეს საშუალო ფენა წარმართავდა. და ამიტომ მინდა რომ ხელისუფლებას მიმართო რომ დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახებს, იმიტომ რომ და მე ვფიქრობ რომ პოლიტიკაც ისეთი უნდა იყოს, აი თანამდებობებზე უნდა რა თქმა უნდა ცოდნა და გამოცდილება და განათლება უნდა ფასობდეს, მაგრამ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ ადამიანს, ვისაც ბევრი შვილი ყავს, რომ ეს იყოს სამაგალითო რაღაცა წამახალისებელი, რომ რეალურად ვისაც ბევრი შვილი ყავს, ის ასევე იმსახურებს იმასაც, რომ სახელმწიფო მანკუთხითაც რაღაცა გადადგას ნაბიჯები. აი ხა დღეს რუსეთში მაგალითად მიდის პროცესი ესეთი, ვინც კი ომში ბრძოლობს, ყველგან იმ ადამიანებს თანამდებობებზეც ნიშნავენ მაღალ პოზიციებზეც ნიშნავენ, რომ სხვებმაც დაინახონ, რომ სახელმწიფოსგან თითეული ადამიანი ომის შემდგომ დაფასებულია და ჩვენც უნდა დავინახოთ, რომ დღეს მრავალშვილიანი ოჯახის ყოლაც ომი არის დღეს ქვეყანაში, იმიტომ რომ დღეს გამოკვებო 5-6 შვილი ადამიანს უწევს ომი და ბრძოლა, იმიტომ რომ სარჩო საბადებელი მოიპოვო იმისათვის, რომ დააპურო შენი ცოლ-შვილი, ეს არის ძალიან დიდი რეალურად მიღწევა ქვეყნის ჩვენი ოჯახებისათვის და თითეული ჩვენთაგანისათვის. ამით მე მინდა დაგემშვიდობოთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ შევხვდებით ხვალ საღამოს 9 საათზე, კარგად ბრძანდებოდეთ. ბიჭო, მამუკა ვინმე ხო ვაშენ რა იყო ბიჭო რა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინაში ნატოს ჯარების შეყვანა სამყაროს მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ უკრაინას აქვს უფლება რუსეთთან შეთანხმების გარეშე ნატოს კონტინგენტის განთავსება მოითხოვოს. თუმცა ევროპის საღადმო აზროვნე ადამიანები ხვდებიან, რომ ასეთი სცენარის რეალიზება რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს, რაც მომავალში მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს, აღნიშნა შოიგუმ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს მუქარები და იძულების მცდელობა თუ სურს, რომ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიოს. ჩვენი კარი ღიაა, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს საუბარი სურს. თუ მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა ნამდვილად არის ის, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს, მან უნდა შეწყვიტოს ჩინეთის მუქარა და შანტაჟი და ეძიოს დიალოგი თანასწორობის, პატივისცემისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე. განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გუო ძიაკუნმა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დასძინა, რომ შეთანხმების მოთხოვნა მაშინ, როცა ძლიერი ზეწოლა განხორციელდა არასწორი გზაა ჩინეთთან ურთიერთობისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა უბრალოდ არ იმუშავებს. რუსულმა ძალებმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტიეს. კიევში ოკუპანტთა თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა და 60-ზე მეტი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. დანგრეულია